ივანიშვილის რეჟიმი და სასამართლო კლანი არის გადასული უფრო ახალ ეტაპზე, რომ მათ დაინახეს, რომ ჩვენ ამ ჯარიმების არ გვეშინია, უკვე თითქმის ყველა, ვინც რუსთაველზე დგას დღემდე, არის დაჯარიმებული და მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი არ გვაჩერებს, ამიტომ ისინი გადავიდნენ ახალ ეტაპზე, ასე რომ თავის ძალის დემონსტრაციას ახდენენ ამ ყველაფრით, რომ დაჯარიმების მაგივრად ისინი უკვე აკავებენ და უბრალოდ სტუდენტი, რომელიც ტროტუარზე იდგა, მიუსაჯეს 12 დღე პატიმრობა, რაც არის ამორალური და სრულიად ზღვარს გადასული. ამიტომ ჩვენი პასუხიც უნდა იყოს მკაფიო, ისინი ძალას თუ გვიპირისპირებენ, ჩვენ ძალა უნდა დავუპირისპიროთ, ხოლო ჩვენი ძალა მდგომარეობს უკვე ჩვენს სიმრავლეში, რომ ამ იდეას, რომელსაც მივყვებით, ჩვენ უკვე თითქმის 150 დღეა, სხვებიც რომ ემხრობიან და ისინიც რომ გვიმაგრებენ მხარს. დღევანდელი სასამართლო პროცესები იყო სრულიად ცირკი და ამორალური სანახაობა, იქ 8 სინდის პატიმრის სასამართლო პროცესი იყო, რაც რა თქმა უნდა, როგორც ივანიშვილის რეჟიმს საწყობს ისე წარიმართა და ბიჭები, ღიმილის ბიჭები კვლავ დატოვეს პატიმრობაში, ხოლო ამის პარალელურად გაიმართა დავით გუნაშვილის და ლევან ზაზაძის სასამართლო პროცესები, რომლებიც აგრეთვე დატოვეს პატიმრობაში სრულიად უმიზეზო. აი რა უნდა იყოს პასუხი თქო, აი რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ახალი მუხტის შემოტანა და გადავიდეთ მოდით 26 აპრილის დაანონსებულ აქციაზეც. ეს იქნება რაღაც ახალი მუხტი, თვლით რომ საჭიროა ეს? კი ბატონო, პროკურატურას რა თქმა უნდა გაეცეს თავისი საკადრისი პასუხი, ვინაიდან პროკურატურა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ამ რეჟიმის ხელში და ისინი ამ პროკურატურას ატრიალებენ როგორც თვითონ სურთ. ამიტომ ზუსტად ამ მიზეზით ჩაინიშნა 26 აპრილს პროკურატურასთან აქცია, რომ სადამდე გაიმართება მარში დიდუბის მეტროდან თბილისის პროკურატურამდე, ხოლო იქ ჩვენ დავაფიქსირებ ჩვენას, იქნებიან სიტყვით გამოსხილებიც და ასე ვთქვათ, მათამდეც მივიტანთ მკაფიო ჩვენას. დიდუბის მეტროსთან აქცია იქნება თუ პროკურატურასთან? დიდუბის მეტროსთან 2 საათზე შევიკრიბებით, საიდანაც მარშით გადავიდეთ თბილისის პროკურატურასთან. პროკურატურასთან იქნება უკვე აქცია.